შეთანხმება, რომელსაც არავინ ელოდა. ისრაელის მიერ კატარზე განხორციელებული 9 სექტემბრის საჰაერო თავდასხმის შემდეგ საუდის არაბეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს სტრატეგიულ ურთიერთთავდაცვის შეთანხმებას, რომლის სრული ტექსტი არ გასაჯაროებულა, თუმცა ვიცით, რომ თავდასხმა რომელიმე მათგანზე ჩაითვლება თავდასხმად ორივეზე, რაც ძალიან ჰგავს ნატოს მეხუთე მუხლს. საუდის არაბეთი, სადაც ისლამის ყველაზე წმინდა ქალაქები მექა და მედინა მდებარეობს, ახლა უსაფრთხოებას უკავშირებს პაკისტანს, ერთადერთ მუსლიმურ ბირთვულ სახელმწიფოს. რეგიონში ჩნდება ახალი სამხედრო ალიანსი, რომელიც კიდევ ერთხელ ცვლის გეოპოლიტიკურ რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით შეთანხმებაში ბირთვული თავდაცვის მექანიზმი რამდენად ფიგურირებს, საუდის ოფიციალურმა პირმა Reuters განუცხადა, რომ ეს არის ყოვლის მომცველი თავდაცვითი შეთანხმება, რომელიც მოიცავს ყველა სამხედრო საშუალებას. ანუ პრაქტიკულად, საუდის არაბეთი აღმოჩნდა ბირთვული ქოლგის ქვეშ, ბირთვული იარაღის გარეშე. რატომ გადაწყვიტეს საუდის არაბეთმა და პაკისტანმა თავდაცვითი პაქტის გაფორმება? რა გეოპოლიტიკური მიზნები დგას ამის უკან და როგორ შეიძლება ამ შეთანხმებამ შეცვალოს გლობალური და რეგიონული ძალთა ბალანსი? მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის.